მამა ხშირად მიყვებოდა ამ ამბავს. მაშინდელმა სინედრიონმა ქართლში მცხოვრები 4 ებრაული თემის, მცხეთელთა, ბოდელთა, კოდისწყაროელთა და სობისკანანელთა წარმომადგენლები იერუსალიმში მიიწვია. ელიოზ მცხეთელის მეთაურობით ლონგინოს კარსნელი, მისაელი და თალენავი წმინდა ქალაქში გვიან ჩასულან, ამიტომ იეშუას გასამართლებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. რომაული წესით, იეშუა სიკვდილის დასჯის შემდეგ რომაელმა მეომრებმა სამოსელი გაიყვეს, ხოლო უნაკერო კვართი არ დაანაწევრეს და წილი ჰყარეს. ამ გზით კვართი ელიოზ მცხეთელს ერგო. ასე ჩამოიტანეს კვართი მცხეთაში. იერუსალიმიდან დაბრუნებულ ელიოზს წრემმორეული მიეგება თავისი და სიდონია, რომელმაც ძმას დედის გარდაცვალების ამბავი ამცნო. ელიოზმა კვართი სიდონიას გადასცა. მან კვართი გულში ჩაიკრა და იქვე სული განუტევა. თურმე სიდონიას კვართი ხელიდან ვერავინ გამოაცალა. ამიტომ ღვთის მოშიშმა ელიოზმა ის კვართთან ერთად მიაბარა მიწას. სიდონიას საფლავზე ხე ამოვიდა და ფართო ტოტებით მის განსასვენებელს გადაეფარა. აი ასე მოხვდა კვართი მცხეთაში.